წინ გამოვიყვანეთ მოკლედ ძაღლები ისევ სავარჯიშოდ ნახოთ როგორი დღე გამოგვივა ფრინველი კარგად არის და მედია კარგადაც ამოვიყვანთ მოლი უკვე მე 2 წლის გახდება წლინახევრის არის შაშან ერთი სეზონი უკვე ყავდა გამოყვანილი სანადიროდ სეზონამდეც დამყავდა მინდორში და სეზონზე ნახავდით ვიდეოებიდანაც როგორი ნადირა Hop, qochaq. Фу, Molly, qochaq. Კარგი გოგო. Molly? სასტენი. Qochaq, Molly. Let. ცეთი კარგად დავიწყეთ დღე. ნახოთ როგორი გაგრძელება გვექნება. Qochaq, Molly. Qochaq. მოკლედ კარგი პერიოდი დიდი ხანი იყო დრო გასული სანამ მოლის მინდორში გამოვიყვანდი ბოლო ნადირობიდან მოტანა ვასწავლე შარშან ქედანზე ბოლო ნადირობის ვიდეოს თუ ნახოთ მანდაც ჩანს რომ მოყავს ქედანი უბრალოდ როდესაც პირველად გამოვედით მინდორში მე სხვა მოლოდინი მქონდა მოლის სხვაგან იყო ანუ ძაღლს ჭირდება აქტიური ტარება იმისათვის რომ ყოველთვის იყო ფორმაში მით უმეტეს საგეში ძაღლს თითქოს და თავიდან პირველ გამოყვანაზე ვერ ხვდებოდა რისთვის იყო მინდორში რა უნდა ეკეთებინა ანუ აშკარად არ ეძებდა ფრინველს რო ჩიტებზე იყო ორიენტირებული პირველივე შეხვედრის შემდეგ უკვე შეცვალა ძაღლმა ნადირობების სტილი გაიხსენა ესე ვთქვათ და ყოველ ახალ გაყვანას უფრო და უფრო აუმჯობესებს თავის ესე ვთქვათ შესაძლებლობებს სისხლი ძალიან კარგი სისხლი აქვს კარგი შობლები ყავს ესე ვთქვათ საგვარეულო ნუსხა იდეალური აქვს და იმედი მაქვს რომ წელს კარგად დავიგეშებით და ჩავდგებით ფორმაში მეც ვეცდები რომ უფრო აქტიურად ვატარო ნამანი შენახთავა ერთი კატარება ავიარეთ ფუ თავი მაღლა თავი ხარი კარგად ნაბულების შემდეგ ვისწავლოთ
გაჩერება რომ არ გავეკიდოთ ფრინველს და შემდეგ უკვე საველეზეც გავიყვანთ ქალბატონ მოლlis ზოგადად ძალიან ენერგიული ძებნის სტილი აქვს არ ჩერდება რა ტემპითაც იწყებს იგივე ტემპით აგრძელებს და ძალიან მომწონს ამ ბრეტონი აქამდე ამყოლია არასდროს ჩემ პირველი ბრეტონი არის და იმედი მაქვს რომ კარგად დავგეშავ აპირებ წელს აქტიურად ვიაროთ ასევე ტყის ქათამზე და ვნახოთ რომ რა შედეგები გვექნება ხმას უსმინდა ქვიტიბის და იმის ვიხეთით გარ ნახე მიდი აკეთი ნახე მიდი ქვიტთან ერთად ღალღის ხმაც ისმის ამინდორს ძალიან ბევრი ღალღა არის ძალიან გადავსებულია მინდორი ღალღით ესე ვთქვათ ნახე მიდი ნახე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მინდორში რამდენად სწორად დაკავთ ძაღლი. აუცილებელია რომ ნადირობის დროს ეს ნაგათვალისწინება რთულია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვიცადოთ რომ ქარის მიმართულებით საწინააღმდეგოდ ვატაროთ. წინიდან მოაქვს ამ შემთხვევაში ქარს უნდა უფრო მეტად, თუმცა საგეში ძაღლს უფრო მეტად ამუშავებს. იქ დადგა. ნახე, მიდი. ნახე.
ნახე, ნახე მიდი. ნახე. იტატკა. როგორ გაურბუდა. ნახე, არ გაგიპაროს. ნახე. 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 კოჩა. კოჩა. მოლი, მოდი. კოჩა, მოლი. აი საიდან დაიწყო და როგორ კარგად დაამუშავა. მოლი. და გარბუდა. მოდი ჩეთ, მოდი. დაჯექი, დაჯექი. ოჩა, ჩემო ლამას. ოჩა. იდი, წინ. მოდი, წინ. საერთაშორის ძალიან მაგრად მომწონს ბეტონის ნადირობის სტილი. ძალიან ენერგიული არის, ნაბურზეც მისვლა ძალიან კარგი აქვს დადგომა, შემდეგ მისვლა ანუ იდეალური ძაღლია ჩემთვის ესე ვფიქრობ ფრინველისთვის. თავარია იდეალურად დავგეშო და კარგად ისწავლოს. ნუ ამისე ყველაზე კარგი საშუალება არის მინდორში ხშირი ტარება და ვარჯიში. რადგან როგორც თქვი, დასაწყისში დიდხნიანი პაუზის შემდეგ ძაღლი რო გამოვიდა მინდორში ვერ ხვდებოდა, ანუ დარბოდა, მაგრამ ცხვირი ჩართული არ ქონდა. მაგრამ როგორც კი გადააწყდა პირველივე მწყერს, იგი მას შემდეგ შეიცვალა, დაიწყო მუშაობა აქტიურად და უფრო უმატებს. სეზონიც მალე მოვა. აი იმედი მაქვს, რომ კარგი ფორმით შევხვდებით. ნახე. კიდევ მთავარი რჩევა ერთი ის არის, რომ სააგეში ძაღლი ზოგადად მაღალ ბალახში არ უნდა ატაროთ. ლეიკვოი. ნუ ეხლა აქ სადაც ყავს მოლი წამოყვანილი, საშუალოზე მაღალია ბალახი. დაბალი ბალახი არ არის, მაგრამ იდეალურსაც ვერ დავარქნა. თავარი არის ზედმეტი დატვირთვა არ მიიღოს ლეკოვის პერიოდში, რომ იძებნის სურვილი არ დაკარგოს ძაღლმა. დააბკოლება და დატვირთვას ვის მაღალი ბალახი. და იღლება, არ იცის თავიდან ძაღლმა, არ იცის ინსტინქტის დონეზე აქვს დარბის, მაგრამ არ იცის რას ეძებს. მაგრამ კიდე სანამ გაერკვევა და ჩამოყალიბდება და ასე ვთქვათ, ნადირობის ინსტინქტი ბოლომდე გაუვიდება, დრო ჭირდება. წინ. აქეთ ინდოში უკვე კარგი ზომის ბალახია.
დიაბა თავი ნახოთ აი მინდრის ბოლოებში იცის ხოლმე კარგად ჩემი საყვარელი ადგილი არის ესე ვთქვათ მინდრის ბოლოში შეკუჩება ნახე წინ მიდი წინ წინ ნახე წინ ოჩახ ნახე წინ ოჩახ ოჩახ მოლი ოჩახ მოდი შენ მოლი მოდი მოლი აი რატომ მიყვარს ყანის ბოლოები ერთი ორი ღალღა შედარებით მაღალ ბალახში ყოველთვის მოყუჩებულია ოჩახ მოდი ოჩახ ჩემი ჭკვიანი გოგო ნახე მიდი წინ შეშვა მაგას მანდი ნახეთ უკვე უკლეთ იმედის მომცემად გრძელდება ჩვენი ვარჯიშები მეორე ღალღა ვნახეთ უკვე და აი ღალღის ხმა ძალიან აქტიურად მოდის მინდვრიდან. ნუ ესეთი ბალახი ღალღისთვის სწრება არის.